როგორც უკვე მიხვდით, ეს ვიდეო მარადიულად წოდებულ ქალაქს რომს მიეძღვნება. თუმცა ეს არ იქნება მხოლოდ სამოგზაურო ვიდეო, რადგან გადავწყვიტეთ იტალიის დედაქალაქში 1953 წელს გადაღებულ საკულტო ფილმთან რომაულ არდადეგებთან ერთად გვიმისაუბრა. რომაული არდადეგები პირველი ამერიკული ფილმია, რომელიც თავიდან ბოლომდე იტალიაშია გადაღებული. სხვათა შორის კინოკომპანიას თანხების დაზოგვის მიზნით უნდოდა ფილმი პავილიონებში გადაეღო. თუმცა ვაილერის ძალისხმევით გადაღება რომში გადაწყდა. Paramount Pictures-მა თანხები სხვა კუთხით დაზოგა და ფილმი შავ-თეთრად გადაიღეს. სცენები გადაღებულია პიაცა ვენეციაზე, ტრევის შადრევანთან, ესპანურ კიბეებზე, კოლიზეუმში და სხვა ძალიან ცნობილ ადგილებზე, რომლებიც დღესაც სავსეა ტურისტებით უნიკალურობის გამო. ჩვენ გვინდა ვიდეო ფილმის რომაული არდადეგები მსუბუქი ნარატივით შევაჯეროთ, აქცენტები და პარალელები გავავლოთ უბტავ კინოკლასიკასთან. ეს არის ჩვენი ახლის რიგით მეორე ვიდეო ევროპის დიდი ქალაქების შესახებ. პირველ ვიდეოში გავეცანით ჩეხეთის ქალაქებს პრაღასა და პლზენს, ვისაც არ გინახავთ, შეგიძლიათ ნახოთ, არინანი. გამოგვიწერეთ Instagram-ზე, Facebook-ზე და რა თქმა უნდა YouTube-ზე, ბმულებს ნახავთ აღწერაში. ჩვენ ახლა ვართ კოლიზეუმთან, ჩემს უკან არის ეს ისტორიული და გრანდიოზული შენობა და ახლა დავათვალიერებთ კოლიზეუმს. კოლოსეო, ასე უწოდებდნენ მას იტალიელები, რაც თავის მხრივ ძველი ბერძნულიდანაა და დიდ ქანდაკებას ან გიგანტს ნიშნავს. სახელი მოდის ნერონის კოლოსალური ქანდაკებიდან, რომელიც ამფითეატრთან დაიდგა 120-იან წლებში იმპერატორ ადრიანეს მიერ. ამფითეატრი იმპერატორ ვესპასიანეს პერიოდში დაიწყეს, კერძოდ 72 წელს და დაასრულეს 80 წელს ჩვენი წელთაღრიცხვისა, იმპერატორ ტიტუსის მმართველობისას. სწორედ მას ხვდა წილად ამფითეატრის გახსნის პატივი. კოლიზეუმი ჩანს ფილმში რომაული არდადეგები. შიდა და გარე სივრცეები ფილმის დასამახსოვრებელ კადრებს ქმნიან. ფილმის პერსონაჟები ვესპათი ჩაუვლიან ამ გრანდიოზულ შენობას. სცენები გადაღებულია კოლიზეუმის შიდა სივრცეშიც. ეს არის რომაული ფორუმი. ფორუმ რომანიუმ იყო ძველი რომის პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური ცენტრი. მდებარეობს კოლიზეუმთან ახლოს. აქ არის ანტიკური ხანის შენობების ნაშთები, რომლებიც წარმოადგენდნენ ქალაქის პოლიტიკურ, სამართლებრივ, რელიგიურ და ეკონომიკურ ცენტრს. ფილმში რომაული არდადეგები რომის ფორუმი ჩნდება სცენაში, სადაც რეპორტიორი ჯო ბრედლი პირველად ხვდება პრინცესა ენს სასახლიდან გაქცევის შემდეგ. ის ენს ფორუმის წინ მდებარე დაბალ კედელზე მძინარეს პოულობს. სწორედ ამ ეპიზოდზეა დაშენებული ფილმის სიუჟეტი. სცენაში ჩანს ადგილები, რომლებსაც სეპტიმიუს სევერუსის თაღი და სატურნის ტაძარი ჰქვია. პიეცა ვენეცია ამ მოედანზე იკვეთება რომის 5 ყველაზე მნიშვნელოვანი ქუჩა. მოედანს სახელი ჰქვია პალაცო ვენეციის, იგივე ვენეციის სასახლის გამო, რომელიც აქ მე-15 საუკუნეში ააგო ვენეციელმა კარდინალმა პიეტრო ბარბომ და შენობა რომში ვენეციის რესპუბლიკის საელჩოს ფუნქციას ასრულებდა. პრინცესა და ჯო ფილმში პიეცა ვენეციაზეც ჩანან. ისინი ვესპათი ჩაივლიან პალაცოს წინ. მოედანი ასევე ჩანს კადრებში, როდესაც კარაბინერები დაქრიან რომის ქუჩებში პრინცესას საძებნელად. ეს არის წმინდა მარია ინკოსმედინის ბაზილიკა, სადაც მდებარეობს დიდი წრიული ფირფიტა, რომელიც გამოსახავს სახეს ღია პირი. მას ეწოდება ჭეშმარიტების ბაგი. სახელი მომდინარეობს ხალხური რწმენიდან, რაც გაჟღერებულია ფილმში რომაული არდადეგები. The mouth of truth. The legend is that if you're given to lying, you put your hand in there, it'll be bitten off. Oh, what a hard idea. Let's see you do it. Let's see you do it. Sure. ცნობილი სცენა
სიმართლის ბაგეებთან თავიდან ბოლომდე გრეგორი პეკის მიერ იმპროვიზირებულია და არ შედიოდა ფილმის სცენარში. ბოდრიმ არაფერი არ იცოდა და მისი რეაქცია სრულიად ბუნებრივია. ვარაუდობენ, რომ ეს არის ტყისა და ნადირობის მართლის ფაუნის სახე. ქვის სისქე 22 სანტიმეტრია, დიამეტრი 166 სანტიმეტრი, ტონა კი 13 ტონა. ფიქრობენ, რომ ეს ნამუშევარი ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნისა უნდა იყოს. შადრევანის სახელწოდების წარმოშობა ანტიკური ხანის რომში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გზის გადაკვეთის ადგილიდან მოდის. შადრევნის ისტორია კავშირშია წყლის უბიწო ქალწულის სახელობის წყალსადენის რესტავრაციასთან. ეს მოხდა იმპერატორ ავგუსტუსის ხანაში. წყალი დღემდე მოდის წყალსატარის მეშვეობით, რომელიც 2000 წელზე მეტია ფუნქციონირებს და 20 კილომეტრის სიგრძისაა. წყალი აქ აბანოების მოსამარაგებლად მოიყვანეს. აქ შადრევანი პირველად 1410 წელს აშენდა და სუფთა წყლის ასაღებად გამოიყენება. მე-17 საუკუნეში დაიწყეს მოედნისა და შადრევნის ტრანსფორმაცია, თუმცა პროცესი მრავალ ათწლეულს გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე გამოიცვალა მრავალი მოქანდაკე და არქიტექტორი, ასევე პაპი. დაახლოებით 50-წლიანი ქარტეხილის შემდეგ 1762 წელს ნამუშევარი დასრულებულად ჩაითვალა. შადრევნის რეაბილიტაციის პროცესში მრავალი ცნობილი არქიტექტორი და ხელოვანი მუშაობდა. მათგან აღსანიშნავია ჟან ლორენცო ბერნინი, რომელმაც დაიწყო შადრევნის რეაბილიტაციაზე მუშაობა და ასევე პიეტრო ბრაჩი, რომლის დროსაც დასრულდა შადრევანი. აუზის ცენტრში დგას ოკეანოსის იგივე ნეპტუნის ქანდაკება, რომელიც ბრაჩის ეკუთვნის. ტურისტები ტრევის შადრევანში მონეტებს ისხდიან. ამბობენ, რომ ერთი მონეტა რომში დაგაბონა, ორი მონეტა სიყვარულს გაპოვნინებს, რომ თუ 3 მონეტას გაიმეტებ, აქორწინდებით გიქცე. ყოველდღიურად შადრევანში 3000 ევრო ხდება. თანხა გადაეცემა საქველმოქმედო ორგანიზაციებს. მონეტის ჩაგდების ტრადიცია უკავშირდება ჯან ნაგულესკოს ფილმს „3 მონეტა შადრევანში“. იმასაც ამბობენ, რომ მსოფლიოში პირველი შადრევანი, სადაც მონეტის ჩაგდება დაიწყეს, სწორედ ტრევის შადრევანია. დღეს კი ეს ტრადიცია მსოფლიოს მასშტაბითაა გავრცელებული. რომაულ არტადეგებში რამოდენიმე ეპიზოდში კარგად ჩანს ტრევის შადრევანი. რადგან ტრევის შადრევანზე და მასთან დაკავშირებული ფილმებზე ვსაუბრობ, აღსანიშნავია ფედერიკო ფელინის ფილმი „ტკბილი ცხოვრება“, მარჩელო მასტროიანის და ანიტა ეკბერტის მონაწილეობით. შემდეგი ლოკაცია ჩვენი რჩეული ფილმიდან არის ესპანური კიბეები და ესპანეთის მოედანი. რომაულ არტადეგებში ჩანს სცენა, როდესაც პრინცესა ანა ყიდულობს ჯელატოს, იტალიურ ნაყინს. ჯელატოს შესახებ ცალკე ვისაუბრებთ მომდევნო ვიდეოში, რომელიც იქნება რომში მოგზაურობის გზამკვლევი. ახლა კი ფილმს დავუბრუნდეთ და გავიხსენოთ სცენები ესპანური კიბეებიდან. დღეს კიბეები ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ადგილია რომში. აქ ძირითადად ფოტოების გადასაღებად იკრიბებიან. აღსანიშნავია, რომ წესრიგის დამცველები არ გაძლევენ საშუალებას ჩამოჯდა კიბის ტერიტორიაზე, რადგან ხალხმრავლობის გამო კიბეები ძალიან არ გადაიჭირდოს. საჭმლის მირთვევისთვის შეიძლება დაგაჯარიმონ კიდეც. ფილმში ჩანს ბარკაჩას შადრევანი, რომელიც ესპანეთის მოედნის ცენტრში მდებარეობს და აშენებულია 1629 წელს. პრინცესას ბოლო საღამო თავისუფლებაში. ასე შეგვიძლია უწოდოთ სცენებს, რომლებიც გადაღებულია კასტელ სანტ-ანჯელოს ტერიტორიაზე. ეს ციხესიმაგრე 1600 წლის წინანდელია და აქ დღეს მუზეუმებია განთავსებული. პრინცესა აქ საცეკვაოდ სწორედ იმ პარიკმახერმა დაპატიჟა, რომელმაც დილით ვარცხნილობა გაუკეთა. ენს ცხადია გვერდიდან არ შორდება ჟურნალისტი ჯო და მისი მეგობარი ფოტოპაპარაცი. თუმცა გოგონას ასევე ეძებენ საინფო კარიდან. მათ გამოაგზავნეს შაიებში ჩაცმული მამაკაცების ჯგუფი, რომლებსაც ენის გაუხმაურებლად დაბრუნება სურთ სასახლეში. მოვლენები კომიკურად და რომანტიულად ვითარდება. ჩვენ ამ ვიდეოში მოვინახულეთ ადგილები, რომლებსაც თითქმის ყველა იცნობს ამ გენიალური ფილმის წყალობით. არხის მომდევნო ვიდეოში კი შემოგთავაზებთ რომში მოგზაურობისას გადაღებულ სხვა მრავალ ტურისტულ ადგილს,
ვიდეო სასარგებლო იქნება მათთვისაც, ვინც მომავალში აპირებს მარადიული ქალაქის ნახვას. მიიღებთ რჩევებს საქართველოსთან რომში გამგზავრების, ქალაქში გადაადგილების, კვების ობიექტებისა და აუცილებლად სანახავი ადგილების შესახებ. დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. მანამდე კი გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო, თვალი გადავლეთ წინა ვიდეოებს. ამ ქმედებებით დაგვეხმარებით არხის განვითარებაში. ჩაო!